სერბეთში საპროტესტო გამოსვლების მონაწილე სტუდენტებმა, რომლებიც საფრანგეთამდე ველოსიპედებით ჩავიდნენ, პარასკევს ახალი ინიციატივა წამოიწყეს. ისინი ბრიუსელამდე 2000 კილომეტრს გაიბენენ. მიზანი კორუფციის წინააღმდეგ მათ მრავალთვიან ბრძოლაზე ევროკავშირის ყურადღების მიპყრობაა. 20-ზე მეტმა სტუდენტმა სტარტი ჩრდილოეთ სერბეთის ქალაქ ნოვი სადიდან აიღო. ულტრამარათონი, როგორც ისინი უწოდებენ, სავარაუდოდ 18 დღეს გასტანს. ძალიან რთული იქნება, მაგრამ მივაღწევთ. უნდა მივაღწიოთ. მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ ეს მოგზაურობა დაგვეწყო, ვიცოდით, რომ ბოლომდე გავიდოდით. ხალხი ჩვენს გვერდით იქნება. საზღვარგარეთიდანაც შეგვხვდებიან, მთელი ევროპიდან. ისინი გვიბიძგებენ და მხარს დაგვიჭერენ, რომ ბოლომდე მივიდეთ. პირველი გაჩერება ხორვატიის ქალაქი ოსიეკია. გზად სტუდენტებს ასობით მხარდამჭერი ამხნევებს. სტუდენტები სერბეთის ანტიკორუფციული მოძრაობის მთავარი საყრდენი არიან. სწორედ ისინი წარმოადგენენ პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისთვის უმთავრეს დაბრკოლებას. მიუხედავად იმისა, რომ ვუჩიჩი სერბეთს ფორმალურად ევროკავშირის წევრობისკენ მიუძღვის, მას დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვასა და რუსეთსა და ჩინეთთან კავშირების გაღრმავებაში ადანაშაულებენ. სერბეთში ბევრი მოქალაქეა იმედგაცრუებული ევროკავშირის მხრიდან ვუჩიჩის ავტორიტარული ქმედებებისადმი ცივი რეაქციით. სტუდენტების თქმით, მათი ულტრამარათონი ევროკავშირის შტაბ-ბინამდე ბლოკისთვის იმის შეხსენებაა, რომ მან საკუთარი ღირებულებები, თავისუფლება, ღირსება და კანონის უზენაესობა უნდა დაიცვას. ეს არის ესტაფეტური ულტრამარათონი. თან წავიღებთ წერილს, სადაც ეწერება ყველაფერი, რაც მოხდა, განსაკუთრებით 2024 წლის 1 ნოემბერს, სერბეთში. ამ წერილს ევროპარლამენტის სესიაზე ხმამაღლა წაიკითხავენ, რათა ხალხმა უფრო მეტი გაიგოს სერბეთში მიმდინარე ღრმა პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისზე. ვუჩიჩს არაერთხელ უთქვამს, რომ სტუდენტების პროტესტი ფერადი რევოლუციაა და რომ ისინი უცხოური მითითებებით სერბეთის განადგურებას ცდილობენ. მან ხუთშაბათს ტელეარხ ინფორმერთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სერბეთს თავს ესხმიან. ამასთან მან პროტესტი ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა. სტუდენტები ამბობენ, რომ ევროკავშირისგან დახმარებას არ ითხოვენ, თუმცა ევროპას ახსენებენ, რომ დემოკრატიული ღირებულებები დაცული მხოლოდ ოფიციალურ დეკლარაციებში არ უნდა იყოს.